რომელ ასაკშია ჩვენი ორგანიზმის პიკი. დროთა განმავლობაში ჩვენი ორგანიზმი მრავალ ცვლილებას განიცდის, ზოგჯერ უმჯობესდება, ზოგჯერ დეგენერაციას განიცდის, მაგრამ რომელ ასაკში არის ჩვენი ორგანიზმის პიკი? ამისთვის უნდა დავაკვირდეთ ჩვენი ორგანიზმის სხვადასხვა სფეროს, როგორიცაა ტვინი, რომლის ემოციური ინტელექტის პიკი არის 30-დან 40 წლამდე, ხოლო რეაქციები კი პირიქით უფრო 24 წლისკენ. ხოლო მუშა ინტელექტი და მეხსიერება არის დაახლოებით 25 წლის ასაკში, ხოლო ენობრივი უნარები კი პირიქით გამოცდილებასთან ერთად უმჯობესდება. ფიზიკურ ცალასა და კვანტოვან პიკზე თუ ვისაუბრეთ, მაშინ უნდა გავითვალისწინოთ კვანტოვანი მასა, ძალის გამოყოფა, რეფლექსები და კოორდინაცია, რომლის პიკი დაახლოებით არის 25-დან 30-მდე წლის ასაკში. ამის მაგალითი ჩანს მრავალ სპორტში, რომელიც ფიზიკური კონტაქტი არის საჭირო, შეიძლება უცვლელი ოსნობა, ფეხბურთი, ბრძოლა და მრავალი სხვა სფერო. ძვალი ყველაზე მტკიცე არის 25-დან 30 წლის ასაკში და დროთა განმავლობაში მისი სიმტკიცე თანდათანობით უფრო და უფრო მცირდება. ეს განსაკუთრებით ჩანს ქალებში, როდესაც მენოპაუზის შემდეგ რაოდენობა ბევრად მცირდება, რის გამოც შეიძლება გაიზარდოს ოსტეოპოროზის რისკი. გულსიზრდათა სისტემაში გულის რიტმი, წნევა და სიძაღვების ელასტიურობის პიკი არის 20-დან 30 წლის ასაკში. ასევე არის რეპროდუქციული სისტემის, რომელსაც ჩვენ ხედავთ ქალებში, რადგან 20 წლის ასაკში დაახლოებით მას საუკეთესო ხარისხის სკვერსუჯედები გააჩნიათ. ხოლო მამაკაცებზე მას დიდი მნიშვნელობა არ გააჩნია, რადგან ასაკთან ერთად სპერმატოზოიდში დნმ-ის დაზიანება დიდად არ ხდება. ხოლო მეტაბოლიზმის პიკი არის 16-დან 25 წლის ასაკში. და ბოლოს თუ ყველაფერს ამ შევაჯამებთ, მიხვდებით, რომ ჩვენი ორგანიზმის პიკი დაახლოებით არის 25-დან 30 წლის ასაკში.